გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული ადამიანი უახლოესი ორი კვირის მანძილზე. ვარიანტი ორი გვექნება, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. ვეფხვის თვალის სამეჯური, წითელი იასპის სამეჯური. კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე და ამოვიდა არკანი მეეტლე. ადამიანი შეიძლება რაღაცა გარკვეული წინადადებებით მოვიდეს თქვენთან, ახალი რაღაც ესეთი შემოთავაზება შეიძლება იყოს ეს, შეიძლება იყოს ახლებურად ან ახლიდან გარკვეული ურთიერთობის დაწყების სურვილი ხო, სხვათა შორის აქ შეიძლება ადამიანი პირდაპირ კონტაქტზე არ გამოვიდეს, მაგრამ რაღაცა ლაიქით ან გულებით გაგრძნობინოთ, რომ რაღაცნაირად უნდა ადამიანს თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსვლა ხო, რაღაცნაირად ახალი მიმართულებით ურთიერთობის წაყვანა ხო, ძალიან იშვიათ შემთხვევაში რომ ვთქვათ არკანი მეეტლე ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი უბრალოდ გატრიალდა და წავიდა თქვენი რეალობიდან, თქვენი ცხოვრებიდან, გააკეთა საერთოდ სხვა არჩევანი და შანსი ფაქტორად არ არის, რომ შემოგეხმიანოთ ხომ, აი ნახეთ ძალიან ორმხრივი არკანი ამოვიდა, თქვენ წარმოიდგინეთ მისი საკმაოდ დადებითი და საინტერესო მნიშვნელობისა, ამიტომ ასე კონკრეტულად მით უმეტეს ერთ არკანში ვკითხულობ ინფორმაციას, ხო, აი ადამიანი თუ არ გამოვა ორი კვირის მანძილზე კონტაქტზე, ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად უკვე გატრიალებულია და რაღაცა სხვა მიმართულებით მოძრაობს, ხოლო უმეტეს თქვენგანთან ადამიანი გამოვა კონტაქტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ექნება სურვილი რაღაცის ახლიდან დაწყების, ახალი შემოთავაზება, ახალი წინადადება და მოკლედ ურთიერთობების გადახალისება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, წითელი იასპი, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. ადამიანი ახლა საკმაოდ დაკავებულია თავისი ოჯახური ამბებით, თავისი ყველაფრით, რაც ვთქვათ, ოჯახს სახლ-კარს, კარ-მიდამოს ქონებას და ოჯახურ საკითხებს ეხება ხომ. ამიტომ კონტაქტზე გამოსვლა შეიძლება ესე პირდაპირ, იმიტომ რომ თითქოს ადამიანს არაფერი არ აქვს ამ ეტაპზე, არც შემოსათავაზებელი, არც სათქმელი, იმიტომ რომ მაქსიმალურად ტრიალებს აი ამ ყველაფრის ირგვლივ ხომ, რომც გამოვიდეს კონტაქტზე, თითქოს ვერაფერს გასაგებს და ვერაფერს ჩამოყალიბებულს ვერ გეუბნებათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ აი ამ თავის აი ესეთ ენერგიებშია. გისურვებთ წარმატებებს.